მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, იმედი მაქვს, რომ როგორც ყოველთვის იმყოფებით კარგად და კარგ განწყობაზე. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ დავდე პოსტიც, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები. მინდა გაგიკეთოთ ჩემს ერთგულ მსმენელს, ასე ვთქვათ, წინა საახალწლო საჩუქარი. საჩუქარი იქნება ასეთი, ანუ ერთ კითხვაზე პასუხი ჩემთან პირადი კონსულტაცია თქვენთვის უფასო იქნება. ოღონდ სამწუხაროდ, შეზღუდვები იქნება იმ მხრივ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ეს საჩუქარი შეხვდება პირველ 5 ადამიანს, რომელიც WhatsApp-ზე მომწერს SMS-ის სახით კოდური სიტყვით, სიტყვა მიუთითე პოსტში შეგიძლიათ ნახოთ და კი, სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა. მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენს ძირითად, ასე ვთქვათ, თემაზე. გავაკეთოთ მომდევნო კვირის პროგნოზი, როგორც ყოველთვის ავიღებ 3 სფეროს, ეს იქნება კარიერა, ფინანსები და ურთიერთობა, მაგრამ პირველ რიგში ჯერ გავაკეთებ სიგნიფიკაციას. მაშასე მომდევნო გაშლა, თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ საკუთარ თავზე, საკუთარ მიზნებზე, საკუთარ გეგმებზე, ურთიერთობებზე, იქამდე სანამ მე დასტას ვამზადებ და მაშასე ვნახოთ დღევანდელი ჩვენი გაშლა თუ ვიზე იქნება, ხო? ესე იგი, აქ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია. აი, დავდოთ ასე, კადრში სამწუხაროდ არ ჩანს, რაღაც დღეს ვერ მოვა თავზე კარგად, ხო? შემდეგ, აი ამ დასტით გავაკეთოთ კარიერა, ხო? კარიერა, ვნახოთ რა წინსვლა გელოდებათ მომდევნო კვირაში კარიერული თვალსაზრისით, ხო? კარიერა დავდოთ, სად დავდოთ, აი აქ, იქნებ, ხო, არ შემიშლის ხელს, ასე და აი ამ დასტით გავაკეთოთ ფინანსები, რაც ვფიქრობ, რომ საინტერესო არის, ხომ? ანუ ვფიქრობ, არა, ასე არის, ხომ? მაინც მიწიერ დონეზე ფინანსები, ყველაფერს არა, მაგრამ ასე ვთქვათ, თითქმის ყველაფერს წყვეტს, ხომ? კარგით, აი აქ დავდოთ ჩვენი ძვირფასი ფინანსები და ბოლოსთვის მოვიტოვოთ გემრიელი ლუკმა ურთიერთობები. კარგით, აი აქ გავაკეთოთ ურთიერთობები. ნახოთ თუ მომავალ კვირაში რა სასიხარულო ინფორმაცია და რა სასიხარულო მომენტები გელოდებათ ურთიერთობაში. აი ასე აქ დავდოთ და ესეც მოდის მორბის ეს არკანი და დავდოთ აქ. კარგი, და მაშასე დავიწყოთ, ხომ? ნახოთ სიგნიფიკაცია თუ ვიზე იქნება გაშლა. ვიზე იქნება მომდევნო გაშლა, ჩემო ძვირფასებო და ეს იქნება ხმლების დედოფალი. ხმლების დედოფალი. ადამიანი, რომელიც მიისწრაფვის წინ, ყველანაირი თვალსაზრისით უნდა წინსვლა როგორც კარიერაში, ასევე ურთიერთობებში, ემოციები, ასე ვთქვათ, აქვს დაბლოკილი, იმ მხრივ, რომ უფრო მეტად ჩართული აქვს გონება, თუ რაიმე პრობლემები აქვს წყვეტს გონებით და არა გრძნობებით, იმიტომ რომ აქ გვევლინება ზრდასრული ადამიანი. ასევე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მომდევნო კვირა შეეხება იმ ადამიანს, რომელიც არ იმყოფება მარტო და არის მინიმუმ ურთიერთობაში, ან ყავს მეუღლე, ოჯახი, ანუ მინიმუმ თქვი, არის ურთიერთობაში, ყოველი შემთხვევისთვის მისი გული არის დაკავებული და დაკავებული თან იმ დონეზე, რომ მიჯაჭვულობასაც კი განიცდის
იმ ადამიანის მიმართ, ვინც უზის გულში. მაგრამ ხმლების დედოფალი, რისი ხმლების დედოფალი არის, რომ გონება არა მოქმედოს და მიუხედავად ამ მისი დიდი მიჯაჭვულობისა და დიდი სურვილის, მაინც გონებას უხმობს და აბალანსებს თითქოს ყველაფერს, ანუ ზომიერებას იცავს როგორც პირად ურთიერთობაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში, ხო? მოდით კიდევ ჩავშალოთ, ვნახოთ ვიზე იქნება დღევანდელი გაშლა, გითხარით, აქ არის ადამიანი, ძლიერი ადამიანი, ხა თქვენ თუ რაღაც დეპრესიულ მომენტებში ხართ, ვიღაცას მისტირით, რაღაცა უარყოფით ენერგიებში ხართ, მაშინ სამწუხაროდ უნდა გითხრათ, რომ დღევანდელი გაშლა თქვენზე არ იქნება, ხომ? პლუს კიდევ შეიძლება საჯარო გაშლა არის და ვიტყვი იმასაც, რომ აქ შესაძლოა ვიღაცამ დაასრულა კიდევაც ურთიერთობა, მიუხედავად, ყოველი შემთხვევისთვის ან პაუზური მომენტი გექნებათ, იმიტომ რომ ერთად არ ხართ, ესე იგი ერთი სიგნიფიკაცია გამოიკვეთა, რომ იქნება ეს გაშლა იმ ადამიანზე, ვინც არის ურთიერთობაში, მინიმუმ გულში, ასე ვთქვათ, ყავს ვიღაც თავის თანასწორი, ხო? აი მეორე ვარიანტი კი იქნება ის, რომ შეიძლება აქ ურთიერთობა არის შეჩერებული, იმიტომ რომ აქ ვერ ვხედავ ამ წუთას კავშირს, ხო? მაგრამ ან უბრალოდ დაასრულეთ ურთიერთობა, ხო? კარგით, მოდით მაშინ თუ იცანით საკუთარი თავი, სიგნიფიკაცია დავტოვოთ აქ, იქნებ დაგვჭირდეს, ხო? გადავიდეთ მაშინ შემდეგზე და ვნახოთ თუ რა გელოდებათ კარიერაში. კარიერაში რა გველოდება? საკმაოდ ისეთი მოქმედი ადამიანი ბრძანდებით, ესე იგი კარიერული თვალსაზრისით მე იმას ვიტყვი ძვირფასებო, რომ აქ თქვენ ხართ აქტიურ ფაზაში მოსული, ანუ ადამიანი, რომელმაც დაისახა მიზანი, ასე ვთქვათ, ამოიღო მიზანი და იმ მიზნისკენ მიისწრაფვის. აი ხანდახან არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც მიისწრაფვიან მიზნისკენ, მაგრამ რაღაც ნიღაბაკრულები, თითქოს აი გვერდითი, ანუ შემოვლითი გზებით, ხომ? თქვენ არა, აი ეს ნიღაბი გაქვთ მოხსნილი თავიდან ბოლომდე და ესე ჯიუტად მიუყვებით თქვენს გზას, იმ გზას, რომელსაც მიყავხართ თქვენს მიზნამდე და მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა რთული და ძნელად გასავლელი გეჩვენოთ ეს გზა, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ პატარა დაბრკოლებებს, ხომ? მაინც უშიშრად მიდიხართ. მე ისიც ვთქვი, აი აქ სიგნიფიკაციაში, რომ შესაძლოა მეთქი რომელიმე თქვენგანმა ურთიერთობა დაასრულა და აი აქაც მსგავსი ამომდის, ანუ თუ კი თქვენ ურთიერთობა დაასრულეთ, ყოველი შემთხვევისთვის ამ მომენტში გაქვთ ურთიერთობა შეჩერებული და ეს ერთადერთი მოტივი აქ იქნება, ერთ-ერთი მოტივი ბოდიშით აქ იქნება ურთიერთობის შეფერხება, შეჩერება, კარიერული ზრდის თვალსაზრისით, ხომ? შეიძლება თქვენ ან სამსახურის შეცვლა შემოგთავაზეს, ან უფრო უკეთესი პოზიცია შემოგთავაზეს, ან უფრო მაღალი პოზიცია შემოგთავაზეს, ამისთვის კი საჭირო იყო კვალიფიკაციის ან რაღაცა მსგავსი ან ტრენინგების გავლა, ხოლო შეიძლება ამის გამო თქვენს პარტნიორთან მოგიწიათ რაღაცა უკმაყოფილება და ამიტომ არჩევნის წინაშე დადექით, ან პარტნიორი, ან კარიერული წინსვლა, ხო? და აი ამ მომენტისთვის, მე აქ ვხედავ, რომ თქვენ არჩიეთ კარიერული წინსვლა, კარიერული ზრდა და თქვენ მიდიხართ წინ, რაც შეიძლება წინ და წინ, თქვენს პირად პროფესიონალიზმს ზრდით. გამახსენდა ეს სიტყვა, რისი თქმაც მინდოდა. კი ბატონო, აქ გადაადგილებას ვხედავ, რა თქმა უნდა.
არ არის გამორიცხული, როგორც გითხარით, ანუ კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი საზღვარგარეთაც წავიდა, ან შეიძლება აქ სულაც არ იყოს კვალიფიკაციის ამაღლება, ან იმიტომ ვამბობ ძვირფასებო, რომ უბრალოდ საჯარო გაშლა არის და ან უნდა ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი ხართ ხო, მაგრამ მე აქ აშკარად ვხედავ, გადაადგილებას თუნდაც ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში, ერთი ადგილიდან იქ სადაც ცხოვრობდით, აშკარად თქვენ გადაადგილება მოგიწიათ იმიტომ რომ კარიერას ეხებოდა ეს თქვენი გადაადგილება, ხომ? იმიტომ რომ აქ უნდა მოხდეს ჩემო ძვირფასებო რაღაცა ერთი მომენტის დასრულება, ხოლო მომდევნო კვირის პროგნოზს ვაკეთებთ, ხო? მოდით ესე ვიტყვი, მაგალითს მოვიყვან, თქვენთვის უფრო გასაგები რო იყოს, ხო? გადმოგცეთ ის ისი თქმაც მინდა, ხომ, რომ აგიხსნათ, ნახეთ, ავიღოთ ესეთი მაგალითი, ადამიანი, რომელიც არის განათლების სისტემაში მუშაობს, ხო? არის პედაგოგი, ხო? რიგითი პედაგოგი. მას შესთავაზეს, უფრო მაღალი პოსტი, დირექტორის პოსტი, ასე ვთქვათ, ხომ? ისევ განათლების სისტემაში იქნება, მაგრამ მოუწევს მას უფრო მაღალ საფეხურზე მუშაობა, ხო? საძირკველი, განათლების სისტემა დარჩა, მაგრამ მოუწევს უფრო წინ სვლა, ხო? ზრდა კარიერული თვალსაზრისით, ხო? მე ამას ვხედავ მომდევნო კვირაში, ყველა მე ხლა თქვენს მომენტებს მოარგეთ, ხო? აშკარა არის, რომ მომდევნო კვირა იქნება წარმატებული კვირა იმ მხრივ, რომ რაღაც სიახლეები იქნება თქვენთვის კარიერული თვალსაზრისით, ხო? აქ იქნება ზრდა, აქ იქნება შემოთავაზებები, შესაძლოა იყოს კონტრაქტის დადებაც კი, იმიტომ რომ აქ მაინც მოქმედებაში არის მოსული, რომ მეეჭვება მხოლოდ საუბარი იყოს, შეიძლება კონტრაქტიც კი, ხელშეკრულებაც კი გაფორმდეს, ასე რომ კარიერული თვალსაზრისით მომდევნო კვირას ელოდეთ ძალიან სასიამოვნო და კარგ ცვლილებებს, ჩემო ძვირფასებო. კი ბატონო, ის შიში, რაც გქონდათ, თუ თქვენ იმის შიში გქონდათ, რომ თქვენს დასახულ მიზნებს კარიერული თვალსაზრისით ვერ მიიყვანდით ბოლომდე, ან შესაძლოა აქ ხალხის აზრს ითვალისწინებდით, ან რაღაც სხვის აზრს, ხო? ამ ყველაფერსაც გადალახავთ აბსოლუტურად და იფიქრებთ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავსა და საკუთარ მომავალზე, რაც თქვენ ძალიან დიდ ბედნიერებას მოგიტანთ, ძვირფასებო. კარგით, მოდით ახლა ვნახოთ, კარიერა ასია თუ ისია გავარკვიეთ, მაშინ მოდით ვნახოთ ფინანსურად მომდევნო კვირა რისი მომტანი იქნება, ხომ? ფინანსურად ძვირფასებო მომდევნო კვირა თქვენთვის იქნება სიახლეების მომტანი და რატომ ეხლავე გეტყვით, ხომ? მომდევნო კვირაში, ჩემო ძვირფასებო, თქვენ გამოავლენთ თქვენს შესაძლებლობებს, თქვენს გონებრივ შესაძლებლობებს, მიუხედავად იმისამ, რომ აქ ვხედავ მე რაღაცა დაბნეულობას, ხო? მაგრამ და იმაზე ფიქრსაც კი, დანაკარგზე ფიქრს, თითქოს რაღაცის შიში გაქვთ, შესაძლოა წინ რაღაცა დიდი გასავალი გელოდებათ და გაქვთ იმის შიში, რომ ასე ვთქვათ, საერთოდ უფულოდ არ დარჩეთ, ხო? ამ თემასთან დაკავშირებით თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ, ხო? აქ მომდევნო კვირაში, ჩემო სიხარულებო, თქვენი გონებრივი შესაძლებლობები, შეიძლება აქ იდეების სახით ვთქვათ, ან შეიძლება ვთქვათ საუკეთესო გადაწყვეტილების სახით, ხო? მე აქ ვხედავ, რომ თქვენს გონებას ჩართავთ ამ თემასთან დაკავშირებით და აქ ფინანსების ნაკადს, თითქოს ფინანსების გასავლის ნაკადს შეაჩერებთ, რაღაცა ხერხს შეიმუშავებთ, რომ ფინანსური, ეს დიდი გასავალი არ იყოს, ხო?
კარგით, ეს გავიგეთ, მაგრამ მომდევნო კვირაში კიდევ ფინანსური თვალსაზრისით რას უნდა ველოდოთ? აქ შესაძლოა რომელიმე თქვენგან ძვირფასებო დაებადება ახალი იდეა, ახალი იდეები, შესაძლოა აქ რაღაცა ახლის კეთების სურვილი და იმ სურვილზე სერიოზული ფიქრი, აქ ასე ვხედავ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება გქონდათ, იცით რა მომენტი, აი, როდესაც ადამიანს რაღაცის გაკეთება უნდა, ხო? რაღაცა ოცნების დონეზე გქონდათ, ხო? მაგრამ, დაბნეულობას ვხედავ აქ, იმიტომ რომ, არ იყავით ჩამოყალიბებულნი, რამდენად სწორი იქნებოდა თქვენი სურვილების მოყვანა, ასე ვთქვათ, აქტიურ ფაზაში, ხო? ამისი შიში გქონდათ, მაგრამ მომდევნო კვირაში ხომ თქვენ ჩამოყალიბდებით და სწორედ დაგეგმავთ ზუსტად, რისი გაკეთებაც გქონდათ, ოცნების სახით, ხო? და მე აქ ვხედავ იმას, რომ თქვენ იწყებთ უკვე თქვენი იდეების განხორციელებას, ხომ? კარგით, ამ იდეებს რომ განახორციელებთ, შემდეგ რა ხდება, ხო? ამ კვირაში ფინანსური თვალსაზრისით, ხომ? ფინანსები, პენტაკლები, კი ბატონო, როგორც იქნა, ამოვიდა ეს ჩვენთვის სასურველი და სანუკვარი პენტაკლები, ხომ? ჩემო სიხარულებო, თუ კი რომელიმე თქვენგანი პლუს სწავლობდა აქ კვალიფიკაციის ამაღლება ვთქვით, ხომ? სინიფიკაციაში და პლუს კარიერაში, ხომ? აი ზუსტად ეს ყველაფერი ჩემო სიხარულებო, რას მოგიტანთ და თითქოს აი რაც დათესეთ, ხო? რასაც აქამდე აკეთებდით. რისთვისაც თქვენ ზალღონეს არიშურებდით, ხო? აი ეს მოსავლის აღების პერიოდი მოვიდა, ეხლა რაც დათესეთ, უნდა მოიმკათ, ხომ? რაც ძალიან დიდ ბედნიერებას მოგიტანთ, ჩემო ძვირფასებო, ხომ? კიდევ საჯარო გაშლა არის და უნდა ვთქვა ისიც, რომ შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს არ დააკმაყოფილოს აი ეს შემოსავლები, ასე ვთქვათ, შესაძლოა ზოგისთვის ეს იყოს ჯილდო, ერთი სიტყვით იმას, რასაც ელოდებოდით, იმ თანხის შემოდინება, როდესაც მოხდება, შესაძლოა თქვენ არ დაგაკმაყოფილოთ ამ თანხის, ასე ვთქვათ, რიცხვა და თქვენ უფრო მეტად ეცდებით გააორმაგოთ თქვენი მუშაობის ხარისხი, რათა გაორმაგდეს თქვენი შემოსავლებიც და თქვენ თუ ასე გააკეთებთ, დამიჯერეთ, რომ აი ბოლოში ძალიან დიდი სიხარული გელოდებათ, ხომ? შემოსავლების ფინანსების თვალსაზრისით მე მგონი, ცუდი პროგნოზი არ არის ყოველი შემთხვევისთვის, ხომ? და ეხლა გადავიდეთ უკვე ჩვენს ძვირფას ურთიერთობებზე, ხო? ნახოთ, მომდევნო კვირაში, მომდევნო კვირა რას ვიქადნის ძვირფასებო, რას ვიქადნის და მომდევნო კვირა იქნება საკმაოდ ტრანსფორმაციული კვირა ურთიერთობების თვალსაზრისით, ხომ? აქ მე ვიტყვი იმას, რომ თუ კი რომელიმე თქვენგანმა დაასრულა და ფიქრობს, რომ არის ურთიერთობა დასრულებული, აქ იქნება რაღაც შეხვედრა, იცით, და რაღაც თემაზე, ძალიან სერიოზულ თემაზე იქნება საუბარი, ხომ? კი ბატონო, საუბარი იქნება, იმიტომ რომ რაღაც თემა გაქვთ თითქოს გადასაწყვეტი, რაღაც თითქოს რაღაც დაგრჩათ, დაუმთავრებელი ურთიერთობაში, ამიტომ არის, რომ ბოლომდე, კარგად მინდა აგიხსნათ, შესაძლოა ურთიერთობა დაასრულეთ, მაგრამ ბოლომდე არ უშვებთ, თქვენიდან მას, იმიტომ რომ, რაღაც აშკარად დარჩა, აქ ხა მიწიერ დონეზე თუ ვისაუბრებთ, სხვადასხვის დონეზე, დაგრჩათ თქვენი კონტრაქტი, ასე ვთქვათ, არ დამთავრებულა, ხო? კიდევ დაგრჩათ დასამუშავებელი ძალიან ბევრი რაღაც, ამიტომ ვერ უშვებთ თქვენი ცხოვრებიდან ამ ადამიანს და იგი თქვენ სივრცეში ისევ ტრიალებს, ხო? ნახოთ, აბა კიდევ ურთიერთობის თვალსაზრისით რას უნდა ველოდოთ.
რაღაცა სამართალს, ანუ თითქოს აი რაღაც სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ, იცით? ესე იგი, მოხდება, ვთქვით, საუბარი, თქვენი შეხვედრა მოხდება, ხომ? ეს შეიძლება არ იყოს ფიზიკური შეხვედრა და თუნდაც შედგეს სატელეფონო კავშირი, ხო, მაგრამ აქ საუბარი ნამდვილად გექნებათ რაღაც გადამწყვეტ თემაზე და აი ეს თემა რაღაცა სამართლიანად გადაწყდება, იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებთ ერთხმად, ეს იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, ხო? აი ეს სამართლიანი გადაწყვეტილება, ხო? ამ სამართლიანი გადაწყვეტილების შემდეგ თითქოს თქვენთვის იხსნება რაღაც მზიანი დღეები, რაღაცა ბედნიერი დღეები მოდის, რაღაცა სიმშვიდეს ვხედავ, ზუსტად ის მომენტები წავა, რა მომენტებსაც ევედრებოდით, ღმერთს, მაღალ ძალებს, ხომ? მოხდება ის, რასაც დიდი ხანი ევედრებოდით, ღმერთს, ხომ? კი ბატონო, აი ზუსტად ის მიჯაჭვულობა, რაც მე გითხარით, სიგნიფიკაციაში წამოვიდა, ხო, რომ აი ამ ადამიანის მიმართ გაქვთ ესეთი ძალიან ღრმა მიჯაჭვულობა, ხომ? აი ამ საუბრის შემდეგ, ხომ? აი ეს მიჯაჭვულობაც მიდის, რაღაცა ურთიერთობის, რაღაცა სხვა ეტაპზე გადასვლას ვხედავ მე აქ, რაღაცა განახლებული ურთიერთობა, ხომ? თქვენთვის ეს საუბარი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ძალიან კარგად გადაწყდება, იცით, იმიტომ რომ მე აქ ვხედავ ახლის დასაწყის, ხო? შესაძლოა, იმიტომ რომ მაინც პენტაკლებიც ამოვიდა, ხო? იქნება, იცით, დავუშვათ, შეხვდებით ერთმანეთს, ხომ? ისაუბრებთ რაღაც თემაზე, შემდეგ რაღაცა პერიოდი გავა, დაფიქრდებით კიდევ ერთხელ, აწონ-დაწონით, ცალ-ცალკე ყველაფერს და აი შემდეგ უკვე გაიაზრებთ ალბათ იმ საუბრის დეტალებს და აი შემდეგ უკვე აქ მე ვხედავ განახლებულ ურთიერთობას, ხო, ისეთი ურთიერთობა თითქოს თუ სადმე ის გულისწყეტები გქონდათ და რაღაცა ურთიერთობაში იყო ბზარები, თითქოს ეს წყვილი, გადაწყვეტს, დაივიწყოს ყველაფერი და ახალი ფურცლიდან დაიწყოს აბსოლუტურად ცხოვრება, ხო, ურთიერთობა, ის დანაკლისი, რაც გქონდათ წარსულში თქვენი პარტნიორის მიმართ, ის მომენტებიც კი რომ თუნდაც ღამ-ღამობით მასზე ფიქრობდით და ძალიან ხშირად მე აქ ვხედავ, რომ შეიძლება ბევრი თქვენგანი თუნდაც ან წერილს წერდით, ან თუნდაც SMS-ის სახით თითქოს დაწერდით ტექსტს, შემდეგ წაშლიდით, ან ამ ფურცელზე რაღაცა მოხევდით, გადააგდებდით, ხომ? აქ შესაძლოა კიდევ მაღალ ძალებზე უკვე ვთქვით, რომ ეხვეწებოდით და ევედრებოდით, რომ ეს შეხვედრა მომხდარიყო და რა თქმა უნდა, მაღალმა ძალებმა შეისმინეს თქვენი ვედრება და მომდევნო კვირაში, ჩემო ძვირფასებო, რო იტყვიან თეთრაში ამხედრებული რაინდი მოკრის თქვენსკენ. რასაც მე ყველას გისურვებთ, ძვირფასებო, მე გისურვებთ თქვენი ოცნებების და თქვენი დასახული მიზნების 100% ასრულებას და ბედნიერ მომდევნო და მომავალ კვირას გისურვებთ. ნახვამდის.